მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბები, მე თამთა დოლიძე ვარ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გადაცემისა და ნებართვის გარეშე მშენებლობის დაპირებისთვის სანაცვლოდ თანხის მოთხოვნის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით საქმეზე კიდევ ერთი ადამიანი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის არის დაკავებული. ამის შესახებ სუსის ბრიფინგზე გახდა ცნობილი. ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ დაბა ბახმაროში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სარგებლობაში უკანონოდ გადაცემისა და შესაბამისი ნებართვის გარეშე კოტეჯების მშენებლობის სანაცვლოდ ამავე ტერიტორიაზე კოტეჯების უკანონო მშენებლობაში ჩართულმა ბრალდებულმა ერთ-ერთ მოქალაქეს 11,000 აშშ დოლარი მოსთხოვა. აღნიშნული თანხიდან მოითხოვა 7,000 აშშ დოლარის წინასწარ გადაცემა. მისი დაპირებით, თანხის გადაცემის შემდეგ შესაძლებელი იქნებოდა სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე კოტეჯის უკანონოდ აშენება, რის გამოც როგორც მშენებლობის პროცესში, ისე მისი დასრულების შემდეგ მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების მხრიდან მოქალაქეს პრობლემა არ შეექმნებოდა. საქმეზე სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებულია ფარული საგამოძიებო მოქმედებები და მოპოვებულია დანაშაულის ჩადენის ამსახველი აუდიო-ვიდეო მტკიცებულებები. აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.180 მუხლის მესამე ნაწილის ბექვე პუნქტით და 376 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობასა და ძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს და სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მსჯავრდადებული ექს-პრეზიდენტი და კიდევ 7 ოპოზიციონერი პოლიტიკოსი. პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა ჯამში 6 ოპოზიციური პარტიის ლიდერის წინააღმდეგ დაიწყო. საკმაოდ მძიმეა ის ბრალდებები, რომლითაც მთავარი საგამოძიებო უწყება მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ელენე ხოშტარიას, ზურაბ ჯაფარიძეს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ სხვადასხვა ქმედებას ედავება. საბოტაჟი, უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება, კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსება და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება. პროკურატურა გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით აწარმოებს. საუბარია უკრაინაში ომის დაწყების და საპარლამენტო არჩევნების შემდგომ განვითარებულ პროცესებზე. გამოძიების თანახმად სწორედ ოპოზიციონერი ლიდერების შეთანხმებული მოქმედებით და უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებით მოხდა საქართველოს მაღალი თანამდებობის პირების სანქცირება, დეზინფორმაციული ცნობების გავრცელება და იმ ძალადობრივი პროცესების განვითარება, რასაც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების დროს 160-მდე სამართალდამცველის დაზიანება მოჰყვა. გენერალურმა პროკურატურამ ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმეზე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების ადვოკატებს საქმის მასალები დღეს გადასცა. ადვოკატების შეფასებით საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალდებები კი რეალურ საფუძველს მოკლებულია. ნიკა გვარამიას ადვოკატის თქმით, ერთადერთი რაზეც ბრალდებულს მოედავებიან, არის საჯაროდ გაკეთებული განცხადებები, ხოლო სხვა ბრალდებების მტკიცებულება მასალებში არ არსებობს. ნიკა მელიას ადვოკატის თქმით, მასალები 36 ტომიანია და აერთიანებს 2024 წლის ნოემბრიდან შეგროვებულ მასალას, რასაც კავშირი არ აქვს ნიკა მელიასთან. ადვოკატების თქმით, პროცესი მიზნად ისახავს პოლიტიკური ოპონენტების განეიტრალებასა და საზოგადოების ყურადღების გადატანას სხვა მნიშვნელოვანი საკითხებისგან. ბრალის დადგენილება არის შაბლონური, ფაქტობრივად არის კოლექტიური ბრალი, მოკლედ რომ ავხსნათ, საპროტესტო აქციები გამოცხადა ამ ქვეყანაში საბოტაჟად. ანუ ის ასეულობით 1000 მოქალაქე, რომელიც მონაწილეობას იღებდა საყოველთაო პროტესტში, აღნიშნული პროტესტის მხარდაჭერა და აღნიშნული პროტესტში მონაწილეობა ფაქტობრივად აღნიშნული ბრალდების შინაარსიდან გამომდინარე შეფასდა როგორც ქვეყნის შესუსტების მცდელობა და ქვეყნის საბოტაჟად. ეს, რა თქმა უნდა, აბსურდული ბრალია. გაცნობიერებული აქვს, რომ დიქტატურის წინააღმდეგ იბრძვის და შესაბამისად ბუნებრივია ასეთი შედეგი, ანუ უსაფრთხო ბრალდებების წარდგენა რეჟიმის მოწინააღმდეგეებისთვის. მტკიცებულებათა გაცვლის შემდეგ უფრო მეტის თქმა შეგვეძლება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არც მე არ იქნება ბევრი სათქმელი, იმიტომ რომ შეუძლებელია რომ ამ საქმეს გააჩნდეს რაღაცა სამართლებრივი მხარე, ეს არის აშკარად
დიქტატურის დამყარების ლოგიკური გაგრძელება ამ ქვეყანაში განსხვავებული მოსაზრება და ხელისუფლების წინააღმდეგ საქმიანობა ხდება დასჯადი და გახდა დასჯადი უკვე სისხლის სამართლის წესი. მოცემულ საქმეში პოლიტიკური პროცესებია კრიმინალიზებული. მოცემულ საქმეში ადამიანებს ბრალი დაედოთ იმის გამო, რომ პოლიტიკურ პროცესს აწარმოებდნენ. მათ შორის იქნება საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობა, მათ შორის იქნება სანქციო პოლიტიკა, მათ შორის იქნება პროტესტის აქტიურად ქუჩაში გამოხატვა. ეს ყველაფერი სინამდვილეში ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ ქართული ოცნება ყველა პროტესტანტ ადამიანს ეუბნება საქართველოში პროტესტის გამოხატვა, საქართველოში ოპოზიციონერობა დასჯადი. პროკურატურის განცხადებიდან ირკვევა, რომ ერთ-ერთი ბდალი რაც წარდგენილი აქვთ არის მაგალითად ის, რომ პოლიტიკოსები საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებდნენ კანონის დამრღვევი რეჟიმის წარმომადგენლები დაესანქცირებინა და ეს არის ჩათვლილი მტრულ საქმიანობა და ეს არაფერი არის სხვა თუ არა მტრული საქმიანობა, რასაც ერქვა საბჭოთა კავშირის დროს, რის გამოც ადამიანებს ხრედნენ, ეს არის 21 საუკუნის 37 წელი. ელენე პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს, ამჟამად მისი გადაწყვეტილება ეს გახლავთ, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჯერ ძალიან საწყის ეტაპზე ვართ, რომ საბოლოო სტრატეგიაზე ვისაუბრეთ და ჩამოვყალიბდეთ. საბოტაჟის საქმეზე 8 ბრალდებული ოპოზიციის ლიდერებიდან 6 პატიმრობაშია. ხაძარაძისა და ჯაფარიძის აღკვეთის ღონისძიებაზე კი სასამართლომ კანონით დადგენილ ვადაში უნდა იმსჯელოს. ცნობილია, რომ პროკურატურა მათთვის აღკვეთის სახით გირაოს მოითხოვს. ბიძინა ივანიშვილი და რუსული ოცნება არის ძალიან სერიოზულ პანიკაში. ამის დასტურია ის, რომ დღეს მე ბრალი წამიყენეს ისეთ აბსურდზე, როგორიც არის ორგანიზება, დანაშაულებრივი ორგანიზება რუსთაველზე, მოლოტოვის კოქტეილების დამზადება, მანქანის აფეთქება და თუ რამე შეიძლება, ესე ვთქვათ, ავადმყოფურ თავში მოიხარშოს, ჩაწერეს ამ, ასე ვთქვათ, ამ სულელურ ბრალდებაში. საქართველოში რაც არ უნდა გააკეთოთ, სიტყვის თავისუფლებას ვერ შეაჩერებთ, პოლიტიკურ პროცესს ვერ მოკლავთ, თუმცა დიდი მცდელობა გაქვთ მაგის და ქართულ ხალხს დემოკრატიას ვერ წაართმევთ. ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ საბოტაჟს ახორციელებს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოს მიმართ, ჩვენი ქვეყნის მიმართ, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის მიმართ, ეს ხელისუფლება გვიყენებს ბრალს საბოტაჟის ბრალდებით. რა თქმა უნდა, ეს არის პროკურატურის მიერ პოლიტიკური დავალების შესრულება. ჩვენი მოწოდება იყო დარჩება მუდმივ, რომ პრიზისი უნდა განიმიხილოს არჩევნების გზით. ამიტომაც მივიღეთ მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში, ამიტომაც მივიღეთ მონაწილეობა შარშან არჩევნებში და მივიღეთ მონაწილეობა შემდგომ არჩევნებშიც. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი სწორი გზა პოლიტიკურ კრიზისს უნდა განიმიხილოს მხოლოდ არჩევნების გზით. გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 1971 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლები პირი დააკავა. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ბრალდებული საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს. მათ შორისაა მეტადონი, გამომშრალი მარიხუანა და ტეტრაჰიდროკანაბინოლი. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დამზადებისთვის საჭირო მასალები და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებისთვის მოწყობილი სპეციალური სათბური. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260 და 260 კვარტა მუხლებით მიმდინარეობს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედაენის შემობრძანება საზეიმო ღონისძიებით აღნიშნეს. პირველი სკოლის პირველკლასელებმა ჯგუფ სატკბილეთიდან გამორჩეული დღე იზეიმეს და აიეს სამყაროში შესვლა განსაკუთრებულად აღნიშნეს. იისფერ ლენტშებმული პატარების ზღაპრულად მორთულ საკლასო ოთახში საპატიო სტუმრის მობრძანებას გაფაციცებით ელოდნენ. ნატალი მასწავლებელმა სატკბილეთში იაკობ გოგებაშვილი, დედა ენით იხმო, რომლის გამოჩენას ოვაციებით შეხვდა პატარები. დედა ენის ავტორმა აიეს ისტორია მოუთხრო თვალხატულა გოგო ბიჭებს და მორცხვი იაც დაპატიჟა სტუმრად. აიეს გაკვეთილი შემეცნებით ნაწილზე გადავიდა და ნატალი მასწავლებელმა ანბანის პირველი და გამორჩეული ასობგერები
ჯერ წარმოათქმევინა, შემდეგ კი ლამაზი თითებით შაქარზე სათითაოდ მოახაზვინა სატკბილეთის ბავშვებს. ამ დღეს არ ჩაუვლია დედიკოების აქტივობის გარეშე. შვილებმა თავიანთი ხელით გამოჭრილი იები, დედებმა კი ის კალათის ნუგბარი გადასცეს შვილებს. გაკვეთილის ბოლოს სატკბილეთში შესრულდა სიმღერა აიაზე, აინთო ფოიერვერკი. ბავშვებმა მიიღეს ძალოცვა და მილოცვა დირექტორისა და პედაგოგებისგან. დღის კულმინაცია კი ცაში გაშვებული იისფერი ბუშტები იყო. ძალიან დიდი დღე იყო დღეს პირველკლასელებისთვის ამბანის სამყაროში შეაბიჯეს. ძალიან დიდი სიყვარულით მინდა ყველა პირველკლასელს მიულოცო, ნატალია მასწავლებელს მიულოცო ეს დღე. ალბათ არასოდეს დაავიწყდება ბავშვებს ისეთი შთამბეჭდავი, აი იას ზეიმი იყო. დღეს მქონდა ანბანის ზეიმი, გავიცანით პირველი სიტყვა, პირველი წინადადება, აი ია. დღეს ყველა პირველ კლასელი იასავით ლამაზია. მინდა ვუსურვო მათ, გაცისკრონებული ზეცა, ბედნიერი მომავალი, ბევრი მზე და ია და ვარდები მათ ცხოვრებაში. მიყვარს ჩემი ყველა პირველ კლასელი. მოიხედე. ბავშვებო აქეთ. აწიეთ თავი გაიშვება. აიეს პირველი დღე ნომერ მეორე საჯარო სკოლაში. პირველ კლასელებმა ზღაპრულ შემეცნებითი აქტივობებით აღნიშნეს. ერთ საოცარ ქვეყანაში, რომელსაც ანბანეთი ქვია, ცხოვრობდნენ ანბანის ასობგერები. ნომერ მეორე საჯარო სკოლის პირველ კლასელებმა აიას დღესასწაულად აქციეს და ანბანის პირველი ასობგერები ჯადოსნურ სამყაროში ნინო მასწავლებლის დახმარებით ამოგზაურეს. აქა-იქ გაბნეული და დამალული აიას ასობგერები ხალისით და ინტერესით აღმოაჩინეს. ახალი ბგერებით სიტყვები შექმნეს და ერთად სახალისოდ დამარცვლეს. ამ დღის კეთილი ჯადოქარი ორივე კლასთან ნინო მასწავლებელი იყო, რომელმაც პატარები ანბანის ფერად სამყაროში საინტერესოდ და ხალისით შეაცილა. ამ დღეს გარე აქტიობად შედგა. უფროს კლასელებმა ანბანეთის სამყაროში პირველ კლასელები საპატიოდ მიიღეს. პატარა გოგო ბიჭებმა ქვაზე და მაფინებზე ულამაზესი აიები მოხატეს და ცაში ფერადი ბუშტები გაუშვეს. საპასუხისმგებლო და გამორჩეული აიას დღის თანაზიარი სკოლის ხელმძღვანელთან ერთად შობლებიც იყო. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღე შეემატა ჩვენი სკოლის ისტორიას. პირველ კლასელები აღნიშნავენ აიას გაკვეთილს. ჩვენ სკოლაში წელს 4 პარალელი ფუნქციონირებს პირველი კლასის. ამათგან 3-ში დღეს ჩატარდა აიას გაკვეთილი. სამივე კლასში ერთი მეორეზე ულამაზესი გაკვეთილები ვიხილე. აღფრთოვანებული ვარ განსაკუთრებით მათ მიერ დაგეგმილი აქტივობებით, ბავშვების თავისუფალი აზროვნებით. ვილოცავ ამ დღეს ნებისმიერი ბავშვის მშობელს, სკოლას, მათ პირველ მასწავლებლებს. აღფრთო არ შემიძლია არ გამოვხატო ჩემი განსაკუთრებული ამ დღევანდელი დღის მიმართ დამოკიდებულება ნინო ორლოვსკაიას მიმართ, იმიტომ რომ ძალიან დიდი შრომა გაწია, რომელსაც ვხედავთ რეალურად დღეს 2 კლასში ჩაატარა გაკვეთილი, ორივე კლასში განსხვავებული აქტივობებით, მისი გაგრძელება ორივე კლასის ერთობლივად მოხდა ჭადრების პაკში. წელს კიდევ ერთხელ შევადბიჯეთ აიას ჯადოსნურ სამყაროში. პირველი მესამე და პირველი მეოთხე კლასი წარმოგიდგენთ საოცარ და ძალიან ლამაზ ამბებს. მე მიხარია რომ მათი მასწავლებელი ვარ, იმიტომ რომ ამ ბავშვების უკან იმალებიან ძალიან დიდი ადამიანები. იმედი მაქვს რომ ჩვენი მომავალი წელი და კიდევ 4 წელი იქნება საოცრებებით და საინტერესო ამბებით სავსე. დღეისათვის სულ ეს იყო. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.